ანუ აქ თავარი ისე რომ კონკრეტული ექიმიკი არ არის დამნაშავე ან კონკრეტული ისიც არის არა ის მონაწილე იძულებით არის თანამონაწილე მე იმას მორალურ ბრალდებად მასე არის უამრავ მასწავლებლის ასეთივე თანამონაწილეა კონფორმიზმია ზოგადად როდესაც რაღაც ისეთ იმაში მონაწილეობ პროცესში რა რომელიც შენთვის რაღაცნაირად ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ერთის მხრივ მაგრამ შენ გესმის რომ აი ამ პროცესში ვიღაცები ძალდებიან. ხო და ეს ვიღაცები, როდესაც მათ სახი არ გააჩნიათ, როცა ეს ბიუჯეტის ფულია, ძალიან მარტივად შეგიძლია რაღაცნაირად მორალის ფეხებზე დაკიდებით მოიპარო რა. კი. აქ ლაპარაკი იმაზე არის ბოდიშკია, ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ექიმი არ გააყალბებს დიაგნოზს, არ დაწერს უფრო მძიმე იმას, არ შეუწყობს ხელს და ინფორმალობებს არ დააკმაყოფილებს. სხვა გააკეთებს, სხვა გააკეთებს და თვითონ გაკოტრდება ის კლინიკა, რომელშიც ეს მუშაობს. ამიტომ იმას გამოსავალი არ არის მომგებიანი, ანუ სიმართლე არ არის მომგებიანი, ტყუილია მომგებიანი, ანუ ეს სისტემა ახალისებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ტყუილი დაგენერირდეს და რაც უფრო მეტი ტყუილი გენერირდება, მით უფრო მეტი ჭირდება ამ ტყუილის დაფინანსებას.